გამარჯობა, თქვენ უყურებთ პერსპექტივას, გადაცემას მე კობალი კლიკაზე გაუძღვები. დღეს გთავაზობთ. რა გზებს ხსნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დასაქმებისათვის. ინტერნეტით გავიგე მე რო აქ საქართველოში ვიყავი, რო ჭირდებოდათ შებზარებული რაღაცი. რას ნიშნავს ჩეხეთის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება თავშესაფრის მაძიებლებისთვის? თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც მიმართავენ ჩეხურ მხარეს, დიდი ალბათობით ექნებათ ნეგატიური პასუხი. რას აკეთებს საქართველოს მიგრაციის ტალღის სამართავად? თუ ადამიანები გააცნობიერებენ პრივილეგიას ყოველთვის ახლავს პასუხისმგებლობა, მაშინ უნებრივია ეს რისკებიც კლებულობს. გორიდან ბარიში რით იზიდავს შერეული საბრძოლო ხელოვნება გიორგი ნოზაძეს. გასული წლის მარტო ბოლო სამ თვეში საქართველოს 5500-მდე მოქალაქე მითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში. მათ დიდ უმრავლესობას წარმატების შანსი არ აქვს. და მაგალითად აქ ჩეხეთში თავშესაფრის მიღების ალბათობა კიდევ უფრო შემცირდა მას შემდეგ, რაც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანეს. სამაგიეროდ არსებობს შრომითი მიგრაცია, რომელიც ევროკავშირში დროებით დასაქმებას ითვალისწინებს. რამდენად რთული ან იქნებ იოლია ეს გზა იმათვის, ვისაც უცხოეთში წასვლა სურს სამუშაო შოვნის იმედით. ანუ ინტერნეტით გავიგე მე რო აქ საქართველოში ვიყავი, რო ჭირდებოდათ შებზარებული რაღაცი. დაუკავშირდი მე იმას, გასაუბრება გავიარე, მე ჩემი CV გამოვგზავნე, მე ჩამოვედი, შევხვდი იმას და იმის მერე უკვე წელიწადზე მეტია უკვე ახალ. ირმა, რომელსაც პრაღის ცენტრში მდებარე ქართული რესტორნის შეფ მზარეული ახსენებს, ამავე რესტორნის მფლობელია ირმა პაზდერნიკი. ამ ორი ადამიანის თანამშრომლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ირმამ ჯერ ჩეხეთის დასაქმების ბიუროს მიმართა თხოვნით დახმარებოდნენ ქართული კერძების მზარეულის მოძებნაში. მაგრამ დასაქმების ბიურომ ეს ვერ შეძლო შესაბამის სამთვიან ვადაში. ამიტომ ჩვენ მოგწეს ახლა მეოთხე მზარეულის თანხმობა ჩამოყვანაზე საქართველოდან. ეს მზარეულები ამოვარჩიეთ ჩვეულებრივად საქართველოს საიტიდან, საქმეჯე, სიტყვა და საქმე, რომელთანაც გავიარეთ გასაუბრებები, იმათ გადმოგვიზიარეს ჩვენ საბუთები, აუცილებლად უნდა გქონდეთ პრაქტიკა ნამუშევარი სამზარეულოში და შევიტანეთ ჩვენ განაცხადი. განცხადის ადრესატი ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომელიც დამსაქმებელს აძლევს სპეციალურ კოდს და სწავლობს შერჩეული კანდიდატის ბიოგრაფიას. შემდეგი ეტაპია სამუშაო ვიზისათვის საჭირო პროცედურის გავლა, რასაც სჭირდება დამსაქმებლის მხრიდან რამდენიმე ოფიციალური საბუთის შეგროვება. ხელშეკრულება ფირმასთან თანამშრომლობის მზარეულის თანამდებობაზე. აქ ჩვენ მაგათ უქირავეთ ბინა, ფირმას აქვს ნაქირავები ბინა, რომელსაც ვიხდით ჩვენ როგორც ფირმა, გვაქვს ხელშეკრულება, ეს მთელი საბუთები აქედან მიაქვს, ბრუნდებიან საქართველოში და შეაქვთ საქართველოში საელჩოში, ჩეხეთის საელჩოში. ჩეხეთში, სადაც ევროპის მასშტაბით უმუშევრობის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია, ბევრი შრომითი მიგრანტი ცდილობს დასაქმებას სასტუმროებში, სუპერმარკეტებში, რესტორნებსა თუ მშენებლობაზე, სადაც იაფი მუშახელის დეფიციტი ყოველთვის არსებობს. სამუშაო შოვნა მარტივი არ არის, მაგრამ ბოლო ხანს შედარებით გაიოლდა. კანონიერი მიგრაციის ხელშეწყობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2016 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით ნაკისი ერთ-ერთი ვალდებულება დროებით შრომით მიგრაციასაც გულისხმობს. იგი ითვალისწინებს საზღვარგარეთ დროებითი მუშაობის შესაძლებლობას, რის შემდეგაც სამშობლოში უნდა დაბრუნდე. ჩამოვიდეს იმუშაო 3-4 თვე, 5 თვე, თუნდაც 6 თვე დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და დაბრუნდებიან უმეტესობა დაბრუნდება დამიჯერეთ, რომ მათ ექნებათ რაღაცა მინიმუმ 6000 ევროს ჩაიტანენ სახლში. თუ ერთი ნაწილი შენგენის ზონის ქვეყნებში სამუშაოდ მიდის, მეორე თავშესაფრის მიღების იმედით მიეშურება. ევროკავშირის სტატისტიკური უწყება ევროსტატის მონაცემებით 2018 წელს თავშესაფრის ქართველ მაძიებელთა ნახევარზე მეტმა სულ ორ ქვეყანას, საფრანგეთსა და გერმანიას მიმართა თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. ეს ადამიანები ძირითად მიზეზად უმუშევრობას და გაუსაძლის მდგომარეობას ასახელებენ. ჩემი პირადული პრობლემებიდან გამომდინარე მუშაობდი სამსახურში და გამომიშვეს
არასწორად და ანუ ჩემ დარჩენა საქართველოში აზრი არ ქონდა. ფიზიკურად ვერ დავრჩებოდი საქართველოში და ამიტომ ვარჩიე გერმანიაში წამოსვლა. გასული თვის ბოლოს ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება? განსაკუთრებით დათქმა, რომ თავშესაფრის ქართველი მსურველების მიმართვები განხილული იქნება დაჩქარებული რეჟიმით. ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს ელჩი ჩეხეთში მარიამ რაქვიაშვილი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანის შესახებ. ჩეხეთი არის მე-12 ევროკავშირის ქვეყანა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს გულისხმობს იმას, რომ ჩეხურმა მხარემ აღიარა, რომ საქართველოს მოქალაქე საქართველოში არ იდევნება ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, სოციალური თუ ეკონომიკური ნიშნით. შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც მიმართავენ ჩეხურ მხარეს, დიდი ალბათობით ექნებათ ნეგატიური პასუხი. ამასთან ერთად თვითონ პროცედურა განხილვის იქნება დაყვანილი მინიმუმამდე. სამწუხაროდ, როგორც ვიცით, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ბოროტად იყენებს თავშესაფრის მაძიებლის განხილვის გრძელვადიან პროცესს და ამ პერიოდს იყენებენ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის და ასევე სოციალური გარკვეული პირობების მისაღებად. თუმცა მეორე მარკა ჩეხეთშიც? მათ შორის ჩეხეთშიც. თუმცა ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი, ანუ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება უვიზო რეჟიმის შეჩერებამდე მიგვიყვანოს. რა თქმა უნდა, დღეს ეს საშიშროება არ დგას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. სწორედ პრევენციული ღონისძიება არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს უსაფრთხო სიაში შეყვანა. ამ ხნის განმავლობაში, რაც საქართველოს უკვე აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, აი თვალსაჩინო სტატისტიკა, რამდენმა ადამიანმა, საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მიმართა თავშესაფრისათვის და რამდენის ეს განაცხადი იქნა დაკმაყოფილებული ჩეხეთის შემთხვევაში. ჩეხეთის შემთხვევაში ეს რიცხვი დაახლოებით 260 განაცხადს წარმოადგენს, საიდანაც დაახლოებით 10% დაკმაყოფილდა, ანუ პოზიტიური პასუხი გაიცა. თუმცა ჩეხეთის მიერ ამ გადაწყვეტილების შემდგომ, გულისხმობა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შემდგომ, ეს პროცენტული რაოდენობა დავა მინიმუმამდე. ეხლა თავშესაფრის მაძიებლებიდან მოდი გადავიდეთ ასე ვთქვათ შრომით მიგრანტებზე, შრომის უფლებების მაძიებლებზე და ასეთებიც არიან, ხვდებიან, აქაც არიან ჩეხეთის რესპუბლიკაში და აი ჩეხეთი რითია მიმზიდველი, ასე თუ ვიტყვით, ასე დავაყენებთ საკითხს შრომითი მიგრანტებისათვის, ქართველი შრომითი მიგრანტები მოსკეველობაში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ენობრივი ბარიერი. ამ შემთხვევაში ჩეხეთთან შედარებით უფრო მარტივად გვარდება ეს საკითხი, რადგანაც ბევრი საქართველოს მოქალაქე ჯერ კიდევ საუბრობს რუსულ ენაზე და რუსული ენა მეტნაკლებად არის მისაღები ჩეხეთში, ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ირჩევენ ჩეხეთს. მეორე მხრივაც უკვე ვახსენე, ჩეხეთში არის გარკვეული პროფესიების დეფიციტი, რაც ცნობილია და ამაზე საუბრობენ ღიად ჩეხეთის ოფიციალური წარმომადგენლები და შესაბამისად ეს ასე ვთქვათ დეფიციტი შესაძლებელია რომ შევისოს საქართველოს მხრიდან და რადგან ჩვენთანაც ბევრი დაუსაქმებელია და ანუ ესეც ერთ-ერთი წინაპირობა იმის რომ ჩეხეთი არის მიმზიდველი საქართველოს მოქალაქეებს. მარიკა, თქვენ შედარებით ახალი ელჩი ბრძანდებით ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჩეხეთში როგორ შეაფასებდით საქართველოს ჩეხეთის ურთიერთობას და ერთი ფრთიანი გამოთქმის პერიფრაზი რო ვიხმაროთ, რა აკეთდება იმისათვის, რას გეგმავთ იმისათვის, რომ მეტი ჩეხეთი იყოს წარმოდგენილი საქართველოში და პირიქით მეტი საქართველოს ჩეხეთში. ჩეხეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე ძალიან წარმატებული პროექტი მიმდინარეობს. მე სტატისტიკის მიხედვით მინდა ვთქვა, რომ ჩეხეთი არის მე-6 ადგილზე ზოგადად ინვესტორების ჩამონათვალში, რომლებიც დაინტერესებულიან საქართველოში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის უფრო მეტად წარმოვადგინოთ ქართული პროდუქცია ჩეხურ ბაზარზე. კონკრეტულად ჩვენ გვაქვს აქცენტი აღებული ღვინის პოპულარიზაციაზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს არ არის პოპულარული ქართული ღვინო ჩეხეთში და ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ მიმართულებით რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, რაც შეეხება მეტ საქართველოს ჩეხეთში. მინდა ვთქვა, რომ მაისში გეგმავთ ქართული კულტურის კვირაულს, რომლის ფარგლებში ძალიან საინტერესო წარმოდგენები გაიმართება, ამის შესახებ უახლოეს მომავალში სოციალურ ქსელებში განთავსდება ინფორმაცია.
და იმედია, რომ ეს ღონისძიება და კიდევ სხვა მრავალი ღონისძიება, რომელიც დაიგეგმება მომავალში, უფრო მეტ საქართველოს ესე ვთქვათ, წარმოაჩენს ჩეხეთში, ვიდრე არის დღეს. მარიამ რაქვიაშვილი ჩეხეთში საქართველოს ელჩი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩეხეთის გარდა ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას ჰყავს საქართველოს შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების სიაში. რას აკეთებს საქართველოს მიგრაციის ტალღის სამართავად და შეიძლება თუ არა არალეგალურმა მიგრანტებმა საფრთხე შეუქმნან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, რომელიც 2 წლის წინ 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. ძალიან გვიჭირს, ძალიან რთული გადასატანია ეს ეტაპები და ეს პერიოდები, სანამ აქ რაღაცას მიაღწევ. სოფიმ საქართველოს რამდენიმე წლის წინ დატოვა. ქმართან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად. 3 წელიწადში 3 ქვეყანა გამოიცვალეს. ახლა ესპანეთში ცხოვრობენ, მუშაობენ და სწავლობენ. 2 სამსახური მქონდა მე და ასევე ჩემი მეუღლეს, მაგრამ პირადი მიზეზების გამო, ეკონომიკური გაჭირვების გამოთაც გადავწყვეტ უფრო წამოსვლა. წითელი ჯვრის დახმარებით ვართ აქაც, მაგრამ უკვე ჩვენ ახლა აგვისტოში ვამთავრებთ ყველანაირ პროგრამას დახმარებას და ვაგრძელებთ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ვინ საქართველოს ტოვებს, სოფის მსგავსად ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ აიძულა. თუმცა ყველა მიცის, რომ სამშობლოში მძიმე სოციალური ფონის გამო ევროპა თავშესაფარს არ იძლევა. დღეს შრომითი ემიგრაცია თითქმის სრულყოფილად რაღაც გარკვეული პროცენტის გარეშე თუ გამოვაკლებთ 1-2%-ს ალბათ არის არალეგალური, არაკანონიერი ხასიათის. რითაც ადამიანები ძალიან ზარალდებიან, მათი ჯანმრთელობა, ფსიქიური თუ ფიზიკური, მათი მონეტარული შესაძლებლობებიც არალდება, იმიტომ რომ იმდენს ვერ იღებენ, რამდენიც უნდა გადაუხადოს მას დამსაქმებელმა, შესაბამისად ნაკლები თანხა შემოედინება ქვეყანაშიც. ძირითადად ხდება მათი კვალიფიკაციის დევალვაცია, დეკვალიფიკაცია, რეალურად ჩვენ კარგად სამუშაო, კვალიფიცირებულ სამუშაო რესურსს. არალეგალურ შრომით მიგრაციასთან ბრძოლა დასაქმების ლეგალური გზების გაჩენით შეიძლება. მთავრობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს საპილოტე პროგრამას, რომლითაც პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები კვალიფიკაციას იმაღლებენ და საქმდებიან. დაასაქმდა კიდეც რაღაც გარკვეული რაოდენობა პილოტირების ფარგლებში, დაახლოებით სადღაც 42 ცირკულარული მიგრაციის მაგალითი გქონდა, მიმდინარეობს კიდევ ეს მუშაობა სახელმწიფოსთან ერთად და საქმდება ხალხი კვლავ პოლონეთში სხვადასხვა პროფესიებზე, როგორიც არის სამშენებლო პროფესიები, ძირითადად და ტრანსპორტის სექტორი. ევროპაში ლეგალურად დასაქმების პერსპექტივები გაიზარდა ბოლო პერიოდში, სავიზო მიმოსვლის ლიბერალიზაციის შემდეგ, რომელსაც წინ უძღოდა სკეპტიკოსების გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ ქართველი კრიმინალები უვიზო მიმოსვლას ბოროტად გამოიყენებდნენ. გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ თუ კი ევროპის ქვეყნებში ქართველები კრიმინალურ საქმიანობაზე უარს არ იტყვიან და არალეგალური მიგრაცია არ შემცირდება, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი, პერიოდულად კვლავ ისმის. უზე ხელი გვიდევს, რომ რაღაცა ზღვარს არ გაცდეს ეს ყველაფერი. ეს არის ძირითადად ადამიანების ის კატეგორია, რომლებიც უკვე კარგად აითვისეს იქ რაღაც გარკვეული სივრცეები, თუმცა რა თქმა უნდა რისკები იზრდება, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც ადგილზე ჩადიან და ხვდება სხვა მდგომარეობა თავისი მოლოდინებისაგან განსხვავებული, დიდია რისკი, რომ მათი გარკვეული ნაწილი კრიმინალურ საქმიანობაში ჩაერთოს და ამით ისცადოს დაუშვათ იქ თავის დამაგრება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა პიკი სავარაუდოდ უკვე გადავლილია. თუ ადამიანები გააცნობიერებენ, რომ პრივილეგიას ყოველთვის ახლავს პასუხისმგებლობა, მაშინ უნებრივია ეს რისკებიც კლებულობს. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება კი, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ კი მართლა დადგება ის დღის წესრიგში, სპეციალისტების თქმით ისეთივე ხანგრძლივი პროცესია, როგორც ვიზა ლიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღება. და ამ დროის განმავლობაში ქვეყანას საშუალება ეძლევა გამოასწოროს ის პრობლემები, რის გამოც მექანიზმის ამოქმედების საჭიროება დადგა. გაცემა პერსპექტივას განაგზობს თავისუფლების კითხვები. სიტყვას გადავცემ სოფო დათიშვილს. ამ კვირის თავისუფლების კითხვებში კანონ პროექტზე ვისაუბრებთ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყანაში უკანონო დარჩენის ხელშეწყობას ეხება. მას მერე რაც კანონის შევაძალაში დაისჯება ყველა, ვინც ფინანსური ან მატერიალური მოგების მიზნით საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში უკანონო დარჩენისთვის საჭირო პირობებს შეუქმნის. ეს უკანონო გარიგება ჩაითვლება და მისი ორგანიზება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. სასჯელი მატულობს მაშინ, თუ ამ ქმედებას ორგანიზებული ჯგუფი ჩადის. კანონ პროექტს 12 ავტორი ჰყავს. ინიციატორები პარლამენტის უმრავლესობის წევრები არიან. მათი აზრით, ახალი კანონი ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლებისა და უკანონო მიგრანტების რაოდენობას შეამცირებს.
პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლები რიგ ქვეყნებში რაოდენობით ჩამოუვარდებიან მხოლოდ საომარ და კრიზისულ ვითარებაში მყოფ ქვეყნებს: სირიას, ერაყს, ავღანეთს, ირანს, პაკისტანს და სხვა. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ უკანონო მიგრაციამ შესაძლოა უვიზო მიმოსვლას შეუქმნა საფრთხე. აი რატომ? საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე ევროკავშირმა შეჩერების მექანიზმი მიიღო, რომელიც მას უტოვებს უფლებას უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს თუ არაწევრი ქვეყნიდან იმ მოქალაქეების რაოდენობა გაიზრდება, რომელსაც უარი უთხრეს ევროკავშირში შესვლაზე, ან დაარღვიეს ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩენის ვადა. ასევე თუ გაიზრდება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ვერ ასაბუთებენ თავშესაფრის მიღების კრიტერიუმებს. 2018 წელს ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების 20,000 განაცხადი დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 72%-იანი ზრდაა. ეს ჩვენმა ინსტაგრამერებმა სწორად გამოიცნეს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის განმავლობაში თავშესაფრის მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების განაცხადების მხოლოდ 3% დაკმაყოფილდა ევროპის ამა თუ იმ ქვეყნის მიერ. და ბოლოს, ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობდნენ ინსტაგრამზე, რატომ ეძებენ საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ასე ხშირად სხვა ქვეყნებში. უმრავლესობამ გითხრა, რომ საქართველოში დაბალი ხელფასებია. მოქალაქეებს ეკონომიკური პრობლემები აქვთ და სწორედ ეს აიძულებთ მათ თავშესაფარი ეძებონ სხვა ქვეყანაში. ეს იყო ამ კვირის თავისუფლების კითხვები. გაცემა პერსპექტივას ახლა განაგზობს რუბრიკა შინ უცხოეთში. ოქრო პირუხაძე გვიამბობს ადამიანებზე, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მშობლიურ მიწაზე ან ვერ ცხოვრობენ. ოქრო პირ გაგვაცანი შენი რუბრიკის დღევანდელი გმირი, რომელ ქვეყანაში იყავი და სად ნახე იქ გაშინაურებული ჩვენთვის ტომი? გიორგი ნოზაძე იტალიაში ცხოვრობს, ბარიში. მისდევს შერეული ორთაბრძოლების ხელოვნებას. ბარიში არ ვარჯიშობს, რადგან ეგულება კლუბი, სადაც მისი პარტნიორები იტალიის ჩემპიონები არიან. შერეული ორთაბრძოლის ხელოვნებას მისდევს იტალიაში გიორგი ნოზაძე. ის ბარიში ცხოვრობს, აქ ალტამურაში მოქმედებს მისი სპორტული კლუბი, ვულფ ტემპლი, სადაც დღეს გიორგის პარტნიორია იტალიის ჩემპიონი ფრანჩესკო ნუცი, მისი მეგობარი. გიორგი გორში გაიზარდა, 4 ჩხუბი აქვს მოგებული, მარცხი რა არის არ იცის. ჩხუბის მოგება რას იძლევა? როგორ? თქვათ აი მოიგე ჩხუბი, რისთვის არის ეს? აი ეს ხა იმ ადამიანს ხო არაფერი დაუშავებია ჩვენთვის. თუ ბრაზდები მასზე. არა, ანუ ეს არის სპორტი პირიქით, სანამ ჩხუბ მაგალითად ახლა ეს ჩხუბი რო ჩავატარე მე, ზოგი კი აგრესიული შენ მიმართ აგრესიულია ზოგი სპორტსმენი. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ეხლაც კი მწერენ, როგორ ახარ, რა შვები, ვარჯიშობ თუ არა. ხალხი მოდის და რომელიღაცას გულშემატკივრობს ხოლმე და რა მოსწონს ხალხს სპორტის თქვენ სახეობაში? რავი, ალბათ შერეული ორთაბრძოლები რა ზოგს ჭიდაობა მოსწონს რო უყურებენ ზოგი ჩხუბს. საერთოდ მოიტანე რამე პოპკორნს ან რამეს და უყურებენ ჩხუბს. მოგება რას გაძლევთ? მოგებას ჩემ რა თქმა უნდა კარიერულ წინსვლა არის ჩემთვის იგივე. რაც უფრო ვიგებ და ასე თქვათ აქ ითვლება გადაბმები არის ამდენს იგებ, ისე რომ არ წაგიგია თქვათ ერთი გადაბმა, ორი გადაბმა იმას ნიშნავს, რომ ორი გადაბი ისე რომ არ წაგიგია. რაც ჩემი დიდი ოცნებაა, რომ მანდ UFC-ში მივიღო მონაწილეობა და ვიჩხუბო იქ. უმაღლეს კატეგორიაში რო ხდები უკვე რითი ხარ უზრუნველყოფილი, ფული უკვე გააქვს, იმდენი რომ კარგად იცხოვრო? კი, საკმაისად გიხდიან. ნუ აქ pro UFC უფრო ფულის მხრივ არ არის, რომ ფული კონდეს. იქ მიდიან მხოლოდ ისინი, ვისაც უნდა რომ სახელი კონდეთ და სახელი დატოვონ და ცნობილები გახდნენ. UFC აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი, შერეული ორთაბრძოლების ხელოვნების მიმდევართა საოცნებო ასპარეზობის ორგანიზატორია. გიორგი ნოზაძემ კიდევ ბევრი ბრძოლა უნდა მოიგოს იქ მოსახვედრად. თვითონ მასწავლებელი არის ძალიან ძლიერი, დიდი გამოცდილება აქვს. შეიძლება ყველა ფერში რაღაც განათლებაც აქვს, იმიტომ რომ თუ რამე ვთქვათ მეტკინება ან ის ტრავმას მივიღებ, ყველა ფერში იცის რა როგორ უნდა გავაკეთო.
დიეტები, სხვადასხვანაირი ვარჯიში, ჭიდაობა, ჩხუბი, ანუ ყველაფერი იცის და ყველაფერს ისე უყურებს, რომ ყველა თავისი მოწაფე წაიყვანოს წინ და წინ. თავს შინა გძნობთ აქ, სადაც ხართ, რა ვიცი მე. ალტამურა იქნება თუ ბარი თუ რაღაცა, ჰა? გორის კასანო საქართველოს მაინც უსხვა. ეს 6 წლის ვიყავი, რომ ჩემი მშობლები აქ წამოვიდნენ. და ნუ ფინანსების გამო წამოვიდნენ აქეთ, რომ ორივე წამოვიდა? დედაც და მამაც კი 6 წლის ვიყავი. თუ მე აქტოვეს ბებია ბაბუასთან? კი, ბებია ბაბუა მზდიდა. 15 წლის ვიყავი აქ, რომ ჩამოვედი. თან სწავლობდი ხანდახან თუ შემეძლო რაღაც ამუშავება წავიმუშავებდი კიდევაც. და სკოლაში არ გიჭირდათ იტალიური გარეშე? ძალიან მიჭირდა და ეხლა ნუ ამ წელს ვრჩები სკოლას, ასე ვთქვათ. 20 წლის ვარ და ეხლა ვრჩები სკოლას. როგორც ყველა ემიგრანტი ჩამოვიდნენ აქ, არაფერი, არის არც ენა, არაფერი. ნენლობით დაიწყეს დალაგებებზე აქ მუშაობა. მამამაც? მამა ჩემი უფრო რაღაც მანქანების კეთებას მაგითი რჩებდნენ თავს და ჩვენც გვეხმარებოდნენ საქართველოში ფურსელი გზავნილ. აჰა, თქვენ გიგზავნილ. მე ნენლობით გავიზრდეთ რაღაც ვისწავლეთ, მაგალითად მე ზაფხულობით მუშაობ როგორც მაშველი აკვაპარკში, მამა ჩემიც ანალოგიურად. დედა ჩემიც ბილეთების გასაყიდში ზის. იმედი აქვს, რომ ოჯახს როგორ უყურებს ოჯახი ამას, რომ ფიქრობს, რომ აუ ეს ბიჭი ახლა ფულს მოიტანს მალე. მაგალითად დედა ჩემს ეგ არ აინტერესებს, უნდა რომ დავანებო მაინც ამ სპორტს თავი. არ არის, ხო, ესეთი ის არა. ეგეთი ფული თქვათ არ მინდა, ის მეუბნება ჯობია ისწავლო და ისე მიაღწიო, მაგრამ ისეთი სპორტია არ შემიძლია თავი დავანებო და მომწონს ასე თქვათ, რასაც ვაკეთებ. მერტონ დამიფაროს და თქვათ რამე ტრავმა მიიღო ისეთი რომ სპორტის ვეღარ გააგრძელო თავი რო ირჩინო ელემენტარული და იცხოვრო რამე ხელობა ქონდეს გვერდზე. ამიტომ ხელობის ხრი მე მასაჟობა ვირჩიე და მასაჟობა უნდა შევისწავლო. ეხლა იქითაც წლიდან ვიწყებ. ფინანსურადაც კარგი არის ეს, კარგად გამოიმუშავებ და კაი ხელობაც არის. ამიტომ სპორტთან ერთად ხელობასაც დავეუფლებ. საქართველოში გორში გააქვთ სახლი კარი, თუ როგორ? კი. ვინ არის ახლა იქ? ვინ უვლის იქ? არა, იმიტომ რომ ყველა აქეთ მყავს ბებო, პაპა. აქ არიან ყველა? დეიდა და ყველანი აქეთ მყავს ფაქტიურად, დეიდა შვილები. და მე გამიგია რომ კაცებისთვის ნაკლებად არის აქ სამუშაო და რას ფიქრობთ თქვენ? იმიტომ რომ აქ უფრო ქართველი ქალებისთვის უფრო ის არის. 24-ხანებში უნდა შევიდნენ. ბებოებს და პაპებთან უვლიან და უმეტესი სამუშაო ეგ არის, სადაც ქართველი კაცი უფრო შეიძლება ითქვას გვეთაკილება ან რამე. ეს არ არის ათაკილო, რომ შენ ძოლი გარჩენს? ათაკილიც კი, მაგრამ უფრო რთულია შოვნა სამსახურის კაცისთვის. ეგეც სამსახურის შოვნაც რთულია. აჰა, ეს მოთხოვნილება უფრო ქალზე არის ასეთ შემთხვევაში? 20 წლის გიორგი ნოზაძის ცხოვრების მიზანი. ჩემთვის საერთო მიზანი არის მინდა რომ როგორც წინაზე ვთქვით UFC-ში ჩხუბი, მინდა რომ ჩემი კარიერა წინ წავიდეს. რაც შეიძლება წინ და მინდა რომ სახელი დავტოვო, არა უბრალოდ გიორგი ნოზაძე, მინდა რომ რაღაცა წარმოვადგენდე, რომ ჩემი სახელით თქვათ ჩემმა მომავალ და შვილებმა იმე მიამაყოს ჩემით. ალტამურა ეს ქალაქი, როგორც ნახეთ, სადაც გიორგი ნოზაძე ვარჯიშობს და აქვს თავისი მიზანი. მიაღწიოს მეც. კარიერაში, სადაც მას ბევრი ჩხუბი მოუწევს კიდევ. ამასობაში დადგა დრო დააგემშვიდობოთ. გადაცემას მე კობალი კლიკაძე უძღვებოდი. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. მომავალ შეხვედრამდე.